მივესალმებით ჩვენს მსმენელს, დიდი ხანია თქვენთან ეთერში არ ყოფილა. მივესალმებით. ახოს იცით რა, ჩვენ ახლა ვარჩევთ ძალიან პოპულისტურ რეალობას. პრემიერმა დააყენა საკითხი, რომ არის ფასები ძვირი, ეს ყველაზე მტკივნეული საკითხი არის მოსახლეობის და ჩვენ ამას ავყევით, ამაზე როდესაც ვჯელობ, მოგებული არის ხელისუფლება, რომ ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს, ჩვენ ამაზე ვზრუნავთ. ვფიქრობ, რომ ფასების დასთან დაკავშირებით ბიზნესით ვინც არის დაკავებული, ჩვეულებრივი მოვლენა არის, როდესაც ეკონომიკა იზრდება, ფასებიც იზრდება. ჩვენი საზრუნავი, ხელისუფლების საზრუნავი ახლა იმაზე უნდა იყოს, რატომ არ არის მაღალი ხელფასები, რატომ სახელმწიფო რატომ ვერ ქმნის პროდუქტს, ადამიანებმა შეძლონ იმის მსყიდველ უნარიანები იყვნენ იმისა, რაც არის დღეს ასე ვთქვათ დახლზე. აი ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რატო არ შეუძლია მოსახლეობის უდიდეს ნაწილს დაეწიოს ფასებს. როდესაც არ იქნება ქვეყანაში არ არის პროდუქციის შექმნის შესაძლებლობა, როდესაც ეკონომიკა არის დაფუძნებული არა რეალურად შექმნილ პროდუქციაზე, არამედ სხვა რეალობიდან მოდის სახელმწიფოში ფული, აი ამიტომაც იქნება ეს პრობლემები. ჩვენი ქვეყანა როგორი ქვეყანა გვინდა იყოს, ძვირი ქვეყანა და იყოს მაღალი ხელფასები, თუ იყოს დაბალი ფასები და დაბალი ხელფასები. ეს არჩევანი რო გქონდეს, რომელს ავირჩევთ, რა თქმა უნდა, პირველი არჩევანს, ხო? ეს არის ჩვენი საზრუნავი და სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, რომ სახელმწიფოში მუშა ხელს დასაქმებულ ადამიანებს მაღალი ხელფასები ჰქონდეს. ანუ ბიზნესი, რომელიც დღეს არსებობს და ქმნის სამუშაო ადგილებს, მისთვის მისი შექმნილი, ასე ვთქვათ, ფასი თუ ის მონოპოლია არ არის, ეს არის ჩვეულებრივი რეალობა. ხო, თუ მონოპოლიას ქმნის რომელიმე პიროვნება და შესაბამისად და იმ ფასს ადევს, რაც მისთვის სასურველია და რაც რეალობა არის, ამას სახელმწიფო უნდა ებრძოდეს. თუ კარტელური გარიგება არის გარკვეულ პირებს შორის და შესაბამისად იქმნება ფასი არა რეალური, არამედ წარმოსახვითი, ამასაც უნდა ებრძოს სახელმწიფო. დანარჩენი, უბრალოდ ფასი ვერ შეიქმნება დანარჩენ შემთხვევაში ავტომატურად. ეს არის ჩვეულებრივად ბაზარის წესები და ამ ბაზრის წესების საფუძველზე იქნება ფასები, ხო? ბაზარში, როდესაც მიდის ადამიანი, მას აქვს მომსახურების სხვა სერვისი, ქსელურ მარკეტებში აქვს სხვა სერვისი. აქ ერთი და იგივე ფასი ვერ იქნება, მაგრამ საქართველოს ამაშიდაც გამონაკლისია და თითქმის ერთი და იგივე ფასს მოვაწყდებით ამ შემთხვევაშიდაც და ხო და ეს რეალობა, როდესაც გვაქვს, იმიტომ რომ ერთი შემომტანი არის, ერთ ფასში აბარებს ამ პროდუქციას და შესაბამისად იქ დიდი სხვაობა თუ იქნა კონკურენციას ვერ გაუწევს სუპერმარკეტი ბაზარს და შესაბამისად თითქმის ერთი და იგივე არის. აი ამ რეალობაში, როდესაც ვადა ჩვენ დღეს ვიკრიბებით ამაზე სასაუბროთ, რა თქვა პრემიერმა და ეს მართალია თუ არა, თამაში შევდივართ იმ მოედანზე, სადაც ყოველთვის წაგებულები აღმოჩნდებით, იმიტომ რომ დაყენებული საკითხი ფასი სწორი არის, მაღალია ფასები. დაბალია ხელფასი. ჩვენ რომ ეხლა ევროპის ფასებს ვადარებთ და ევროპის ხელფასები რო გქონდეთ, ხო პრობლემა არ იქნება ამ შემთხვევაში ჩვენთვის ამ ფასებით იმ პროდუქციის შესყიდვა, რომელიც ჩვენთვის პირველად მოხმარებას წარმოადგენს, ხო? ვალუტას თუ არ გავითვალისწინებთ. ხო, არა, ერთობლიობაში ვამბობ, ხო? სახელფასო ბიუჯეტი ყოველთვის ბევრად დაბალი არის საქართველოში, ვიდრე ფასები. და შესაბამისად ეს არის ქვეყნის პრობლემა. ტურისტული ქვეყანა, რომელსაც საქართველოს წარმოადგენს. დავამთავრებთ ამ წინადადებას და ვიკამათოთ. ტურისტული ქვეყანა, რომელსაც საქართველოს წარმოადგენს. ტურისტი, რომელიც შემოდის, $100 დახარჯავს ის თუ $500 დახარჯავს, რომელია ჩვენთვის უკეთესი? უკეთესია, რა თქმა უნდა, $500 რო დახარჯავს, ხო? ძალიან მარტივი არის. ამიტომაც მე დიდი ხანი ამაზე ვსაუბრობ, როდესაც ამბობენ, რომ ფასები იზრდება, სტანდარტები იზრდება, ჩემო კარგო, როდესაც რესტორანში მე ბიზნესში შევედი, კეთილსინდისიერი თუ არ იყავი ბიზნესენი, საერთოდ არ აინტერესებდა არავის როგორ რას აკეთებ. დღეს სტანდარტებში, როდესაც იხარ, ავტომატურად იზრდება ფასები. თქვათ, იგივე დახლზე, როდესაც პროდუქცია არის, ამ შემთხვევაშიც ფასნამატი იმის და მიხედვით ემატება თუ რა სერვისს გთავაზობ. ხარჯი გეზდება და ხო, რა თქმა უნდა, ხარჯი იზრდება და ყველაფერი რაც ხარჯი ზრდის, ის ფასში შედის და შემდეგ მე თქვენ ყველა ერთმანეთს ამას ვიზიარებთ და ვინაწილებთ და უნდა გადავიხადოთ. თუ არის ისეთი კანონდარღვევა, რომელიც ფასს ზრდის არა რეალურად და არ არის ეს ფასის ზრდა ჩადებული, თქვათ, იმ პროცესებთან, რა პროცესებს რეალურად უნდა იყოს, მაგალითად, cashback-ი იქნება ეს retail-ში თუ სხვადასხვა манипуляციები, ეს ნამდვილად საბრძოლველია და რაღაც დონეზე არის შესათანხმებელი, მაგრამ იმ რეალობაში და ჩვენ ცხოვრობ და კონკურენცია რამდენადაც დიდი არის, ეს უკვე
სხვადასხვა ბიზნეს ოპერატორების პრობლემად უნდა იქცეს, ხო? და აქ იმ შემთხვევაში თუ კარტელული გარიგება არის, ამას უნდა ებრძოლოს სახელმწიფო და არა ამ შემთხვევაში იმას, რომ საბჭოთა კავშირის დროინდელი დაბადებული ადამიანი ვარ მე მახსოვს, როდესაც ფასები სახელმწიფოს მიერ დგინდებოდა და ეს უბრალოდ იმდენად დიდი სისულელია, აი ამაზე მსჯელობა არის ჩემთვის კომედია. კი ბატონო, შოთა, იცი რა მინდა გკითხო ხმე. საკამათო კითხვა გინდოდა რაღაც. ხო, საკამათო ეს პირობითად თქვი, ანუ მე არ ვარ ხა არც ეკონომისტი და დიდად ამ საკითხებშიც ვერ ყვევი, მაგრამ აი როგორც მომხმარებლის თვალიდან ვუყურებ, ხო, აი ამ საკითხს. აი თქვენ აღწერეთ ძალიან კარგი მოდელი, მაღალი ფასები და მაღალი ანაზღაურებაც, არ ვიცი, აი შვეიცარიის მოდელი მაგალითად, ხო, მაგრამ არის ევროპაში ასევე ქვეყნები, სადაც ანაზღაურება მაღალია, მაგრამ პროდუქტზე ფასებიც შეიძლება არ იყოს ესეთი მაღალი, როგორც შვეიცარიაში გვხდება თუნდაც კონკრეტულ მარკეტებში. ხო, აი აქ პრობლემა რა არის, რადგან ადგილობრივად ვერ ვაწარმოებთ, ამიტომ იმიტომ რომ მაგალითად, არ ვიცი, ახლა ესპანეთში რო შეხვალ მარკეტში 20 ევროდ, არ ვიცი, შეიძლება ერთი კვირის სამყოფი პროდუქცია წამოიღო, შვეიცარიაში იგივეს 20 ევროდ ვერ იყიდით, კიბა ესეთია მოცემულობა, მაგრამ საქართველოში არ ვიცი. შვეიცარიაში უფრო მეც იყიდე, ვიდრე საქართველოში, ხო? საინტერესო შეკითხვა არის და სწორად უნდა ამას ჩახედვა. ნახეთ, რა ხდება, ანუ პერიოდი, რომელსაც ჩვენ, ასე ვთქვათ, საბაზრო ეკონომიკაზე გადავედით, ძალიან პატარა არის. და რა იგულისხმება? ჩვენ დღითი დღე, თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე ახალ სტანდარტებს ვეგუებით. და როდესაც ახალი სტანდარტები ქვეყანაში ჩნდება, ამ შემთხვევაში იზრდება თვითღირებულება საქონლის. ჩვენთვის უბრალოდ წარმოუდგენელია ის, რაც 3 წლის წინ იყო და ის მოთხოვნები, რაც დღეს ბიზნესს აქვს, ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. და როდესაც შვეიცარიაში პირობითად ევროპულ სტანდარტებში ფასი შექმნილი არის, ის იმ მოთხოვნებიდან და იმ გასავლებიდან არის შექმნილი, რაც საჭირო არის იქ. ჩვენთანაც ესეთივე მდგომარე, უბრალოდ ეს სწრაფად ხდება. აი პირობითად ვაშლი რო ღირდა 2 ლარი 3 წლის წინ, იმ ვაშლის გაყიდვას დღეს შენ სხვა ვალდებულები გაქვს. უბრალოდ დადო დაღზე, ეს არ არის საკმარისი. ამ ვალს სხვა ბევრი ვალდებულები მოყვება, ის მუშახელი პირობითად 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი, რომელიც 1 წლის წინ შეიცვალა და დღეს ერთი ადამიანი სადაც მუშაობდა, იქ 3 ადამიანი გჭირდება, ეს ცუდი კი არ არის, კარგი არის. აი ეს ფასი როგორ შეიძლება შენარჩუნებული იქნას? როდესაც 8 საათიან სამუშაო საათი გააქვს 24 საათში 3 სმენა ყავს ამ შემთხვევაში და შენ უნდა გადაიხოდო 12 საათი რო ყავდა 2 ადამიანის მაგრად, 1 ადამიანის მაგრად 2 ადამიანს უხდი ხელფასს. შესაბამისად ეს ფასი ხო გაიზრდება. ეს მარტივი მაგალითი არის, რაც სულ რაღაც 2 წლის შეცვლილი არის ეს შემთხვევა. ჩვენთან რესტორანში 5 მიმტანი რო გჭირდებოდა, დღეს გჭირდება 5 მიმტანის მაგრად 10. უბრალოდ ვერ გააჩერებ 5 მიმტანს. ან იმდენად დიდი ფასი უნდა გადაიხადო, 10 მიმტანის ფასი ჯობია და შესაბამისად ეს ყველაფერი ფასში შედის. და როდესაც ამ სტანდარტებს მიყვებით ჩვენ და სწორი არის, უნდა წავყვეთ ზუსტად ამ სტანდარტებს, რასაც ევროპული სტანდარტები ქვია, ამაში შედის ფასტამე და როდესაც ჩვენ აი ისე დისკუსიაში შევდივართ, რომ ძალიან მარტივი უნდა იყოს ამის ახსნა, მაგრამ სახელმწიფოს უნდა ფასი რატოა მაღალი, იმას კი არ უნდა ებრძოდეს. რატომ არ არის მაღალი ხელფასი, რატო არ იქნება დღეს ქვეყანაში ის პროდუქცია, რომელიც პროდუქციაც ექსპორტ-იმპორტთან მიმართებაში თანაბარი იქნება და ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ ამ ფულის მიმოცვლაში არ იყოს ფასნამატი ძალიან დიდი. წარმოუდგენელია ჩვენთვის ბიზნესისთვის წარმოუდგენელია ფასი გავზარდო და არ გყავდეს მომხმარებელი. უბრალოდ შეუძლებელია. ავიხურები მეორე დღეს. დიდი ხანია ჩვენ ამას მე ვსაუბრობ, რომ როდესაც იზრდება რესტორანში ფასები, უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ ეს სურვილის ხდებოდეს. ეს წარმოუდგენელია, როდესაც შენ მომხმარებელი ყავს მრავალწლიანი დიდი ხანია უკვე ერთი და იგივე მომხმარებელი ყავს და უყურებს მენიუში გაზრდილ ფასს რაღაც თვეობის შემდეგ ის ყოველთვის გაბრაზებული ხდება და შენი გაბრაზებული კლიენტი ის არ არის მხოლოდ და მხოლოდ გაბრაზებარი, ის აღარ მოვა და შენთვის არის ეს დანაკარგი. ამიტომაც ეს რეალურად მაღალი ფასები რითი არის გამოწვეული, რას უნდა ებრძოლო და ხელფასების ტაბალ ხელფასებს უნდა ვებრძოლოს ქვეყანაში. აი ესაა მნიშვნელოვანი. ხო წარმოიდგინეთ ახლა დღეს პარლამენტარის ხელფასი არის 13,000 ლარამდე, ჩვეულებრივი საშუალო ხელფასი არის 2,700 ლარი. აი ამ სიტუაციაში პარლამენტარს არ გაუკვირდება მაღალი ხელფასი, მაგრამ ჩვეულებრივ თანამშრომელს უკვირს დაბალი ხელფასი, ის მხოლოდ და მხოლოდ გადარჩენისთვის იბრძვის. ის იბრძვის თვიდან თვემდე გაიტანოს მისთვის დანარჩენი საყოველთაო მომხმარების შესაძლებლობა, მოგზაურობა იქნება, დასვენება იქნება, მანქანა იქნება თუ ბინის შეძენება, უბრალოდ წარმოუდგენელი. ამ ეს ოცნების დონეზე არის დასული და
ჩვენ რომ დღეს ვჯელობთ რა თქვა პრემიერმა და შემდეგ საზოგადოება როგორ არის რეაგირებული, პრემიერი ამ შემთხვევაში პოპულისტური განაცხადით მოგებული არის ფასია მაღალი ბიზნესი ავტომატ ესე იგი შექმნილი აქ ეს ხელოვნურათო, უბრალოდ წარმოუდგენელი არის. კი ბატონო, გასაგებია ვახო, თქვენ რას ფიქრობთ? აი, საგამოძიებო უწყებების ჩართულობა ამ ამბავში, აი რა შედეგებამდე გაგვიყვანს რეალურად?